დილამშვიდობისა, მოგესალმებით რადიომედის დილის არხის ფორმატში განვაგრძობთ მუშაობას. თბილისის დროით გახლავთ 19 საათი 17 წუთი. სტუდიაში ვიმყოფებით კახა გელაშვილთან ერთად. სალამი კახა და მივესალმებთ მსმენელს. საზა მივესალმებ მსმენელს. მაყურებელს ყველას, ვინც სოციალურ ქსელში გვადევნებს ასევე თვალს და გვისმენს. ჩვენ სპორტულ მიმოხილვას შემოგთავაზებთ და რა თქმა უნდა, ალბათ კახა ჩვენი დიალოგი უნდა დავიწყოთ ჩემპიონთა ლიგის წოხანდელი მატჩით და შესანიშნავი გოლით უდიდესი ისტორიის მქონე კლუბი ქართველი ფეხბურთელის გოლით დამწუხდა მის ქულაზეც აისახება მოკლედ ჩვენ მიხაუტაძეზე ვსაუბრობთ და ახლა დეტალურად შემოგთავაზებთ ამ საუბარს და აქცენტს გავაკეთებთ მაინც ჩემპიონთა ლიგის წოხანდელ მატჩებზე ჩვენი დიალოგის დასაწყისშივე მოგესალმებით კიდევ ერთხელ ძვირფასო მეგობრებო. რა თქმა უნდა, მთავარი თემა დღევანდელი დილის არის ჩემპიონთა ლიგა და გიორგი მიხაუტაძის როგორც ჩვენ აღნიშნე ულამაზესი გოლი. ეფექტური გოლი პეპეს გადაცემის შემდეგ იყო იქ ეპიზოდი მიხაუტაძის გოლამდე, როდესაც ქართველი შემტევი წააქციეს, თუ წაიქცა მოკლედ საერთოდ მიუხედავად ამის არ გამოეთიშა ამ უსტრაფეს ეპიზოდს და მოზომილი გადაცემის შემდეგ ბრწყინვალე დარტყმით, მოჭრილი დარტყმით გახსნა ანგარიში ტურინის იუვენტუსის კარში გაიტანა ეს გოლი ჩემპიონთა ლიგაზე მიხაუტაძის სადებიუტო გოლი და სწორედ მისი გოლით შეიძლება ითქვას ფავორიტი რა თქმა უნდა იუვენტუსი იყო წველისა თუმცა ბოლომდე იბრძოლა ვილიარეალმა 2-2 დასრულდა შევახსენოთ მსმენელს ეს კონკრეტული მატჩი და მიხაუტაძე პეპესთან ერთად გადაცემის საგოლე გადაცემის ავტორთან ერთად მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად იქნა მიჩნეული, ოდნავ უფრო მაღალი შეფასება ჰქონდა პეპეს და მის შემდეგ საუკეთესო შეფასება სწორედ ქართველ შემტევს ჰქონდა. 2-2 რა თქმა უნდა და საერთოდ ეს მიმდინარე ჩემპიონთა ლიგის ფაზის მეორე ტური გუშინ წინ დაიწყო და გუშინ დასრულდა. უდაოდ თქვათ ახლა ისტორიული არა, მაგრამ გამორჩეულია ქართული ფეხბურთისთვის, ქართველი ფეხბურთელებისთვის. იმიტომ რომ ჩვენ მანამდე წინა შეხვედრებში და წინა წრეში ვიხილეთ როგორ შემოვიდა თამაში უკვე არ იდგა როგორც მიჩვეული ვართ ხოლმე პირველივე წუთიდან, მაგრამ შემოვიდა თამაში ჩვენი მეკარე და მამარდაშვილმა ჩაანაცვლა ალისონი. ალისონის ტრამვაზე რა ხდება, რა ისმის, რამდენად სერიოზულია? ბოლო ინფორმაცია არის ასეთი, რომ ალისონი გამოტოვებს ისედაც ცნობილი იყო ლონდონის ჩელსისთან ზეგინდელ 4 ოქტომბრის თამაშს პრემიერ ლიგაში, ანუ პრემიერ ლიგაში ველით მამარდაშვილის დებიუტს ლივერპულის შემადგენლობაში. ალისონი გამოტოვებს ასევე უკვე გადაწყვეტილია რომ ვერ ითამაშებს ის ბრაზილიის ნაკრების ორ უახლოეს სამხანაგურ შეხვედრებში 11 და 14 ოქტომბერს აქვს ბრაზილიას სამხანაგური მატჩები. ნუ მამარდაშვილი ვერ ჩაანაცვლებს? ბრაზილიის ნაკრებში, მამარდაშვილს საქართველოს ნაკრებში ველოდებით. აი მას შემდეგ როგორ განვითარდება მკურნალობა ბრაზილიერი მეკარისა, სწორედ ამის შემდეგ გახდება ცნობილი, თუმცა არის გარკვეული ვარაუდი, რომ ალისონი ვერ მომჯობინდეს, თუნდაც იგივე ბრაზილიის ნაკრების მატჩების შემდეგ. და უკვე 19 ოქტომბერს საკლუბო სეზონი განახლება და ლივერპულს მანჩესტერ იუნაიტედთან უწევს მატჩი და არის ვარაუდი ყოველ შემთხვევაში ბრიტანული პრესა წერს რომ როგორ გამოავლენს თავს ქართველი მეკარე და ალისონის არყოფნის შემთხვევაში უკვე მანჩესტერ იუნაიტედთანაც შეძლოვა ქართველი. თითქოს ისტორია მეორდებასავით ვალენსიაში როგორც ვახსოვს ილესენის ტრავმა და მე იქ ადგილის დამკვიდრება მამარდაშვილი და არც გაუჭიმთ ძალიან კარგი პრესა და კარგი გამოხმაურება ჰქონდა ზოგადად გიორგის. იგივე გალათასარაისთან მართალია გუნდმა წააგო, მაგრამ ალისონი იდგა მაშინ პენალტიდან გაიტანა ოსიმენმა და როდესაც გიორგი შევიდა მოედანზე, როგორც ვახსოვს, ფაქტობრივად საქმე არ ქონია გალათასარაის ნახევარზე მიდიოდა თამაში. იყო იქ ერთი ეპიზოდი, როდესაც თავით იძულებული გახდა თავით ეთამაშა და პირდაპირ თანაგუნდელს მისაპასი, რაც თავარია დამაჯერებლად ითამაშა. ლივერპული არის ერთ-ერთი, ესე ვთქვათ, ასე სიტყვას ვიხმარ, ელიტური გუნდი ევროპულ საკლუბო ფეხბურთში. ბუნებრივია ამ გუნდის
მაისური თამაში ნებისმიერი ფეხბურთელისთვის უდიდესი პატივია და თავისებური ფსიქოლოგიური წნეხი და სწორედ ახლა ჩელსისთან პრემიერ ლიგის ამ პრემიერ ლიგას სხვა დატვირთვა აქვს, რა თქმა უნდა, ჩემპიონთა ლიგას სხვა. აქაც მე დარწმუნებული ვარ, რომ ამარდაშვილი როგორც უმაღლესი დონის მეკარე მშვიდად აუღებლებლად და მაღალ დონეზე ჩაატარებს. დიდი მნიშვნელობა აქვს, რა თქმა უნდა. ამ შეხვედრას ცნობილი დაუწერელი კანონებით არის, რომ თქვა, შემტევს რომ შეცდომა დაუშვა, შემტევმა და გოლი ვერ გაიტანოს, ის მალე ავიწყდება ყველას, მაგრამ მეკარემ რომ ერთი შეცდომა დაუშვას, იმ შეცდომამ შეიძლება მატჩის ბედი გადაწყვიტოს. ასე რომ მეკარეზე უფრო მეტი წნეხია, არა ნაკლები, რა თქმა უნდა, მოედნის მოთამაშეებზე, მაგრამ უმნიშვნელოვანესია მეკარის პოზიცია და დაუფასებელი ასევე შეიძლება ითქვას, რომ აი დაუფასებელი ეს კიდე ცალკე შეიძლება საეთერო თემა დავიღოთ, რამდენად დაუფასებელია მეკარე. დონარუმას უფრო ეკუთვნოდა, თქვა, ოქროს ბურთიო, ვიდრე დემბელესო, თუმცა საერთოდ ბოლო რამდენი წელია უკვე ისეთი თუნდაც ისეთი ეპოქალური მეკარის ფონზე როგორც იყო ბუფონი ოქროს ბურთი არასდროს არ ჩამოსულა ბოლო პერიოდში მით უმეტეს საერთოდ ნახევარდაცვის ხაზის ქვევით არ ჩასულა, ხო? იშვიათად იყო დაცვა. ხო, კანავარო რამდენი წლის წინ იყო? ხო, ეხლა ეს მესი, რონალდო, მესი კრისტიანო. ეს იყო, კანავაროც იყო, მისი ერთ-ერთი ბოლო მნიშვნელოვანი ჩემპიონატი, როდესაც იტალიამ მოიგო, ხო? და კანავარო მერე კიდევ ითამაშა, მაგრამ დაღმასვლა იყო უკვე რა მისი კარიერის და ზოგადად იმ ეპოქის ფეხბურთელების, ხო? იქ ლუკა ტონი იქნებოდა თუ სხვები და სხვები. მაგრამ იმის მინდა რომ მესმის რონალდო, მესმის მესი და ამათი იყო ეს ეპოქა, მაგრამ იყო ალბათ პერიოდები, როცა იგივე ბუფონიც იმსახურებდა რა. მე მგონია რომ მეკარეების მიმართ ეს ყურადღება ძალიან შემცირებულია და უფრო მეტად უნდა იყოს ეს დაფასება რა. ანუ ბუფონი ამ საფეხბურთო სწორებიდან არ უნდა წასულიყო ერთი ოქროს ბურთის გარეშე. ან ჩემპიონთა ლიგის მოგების გარეშე. ჩემპიონთა ლიგა ეგ უკვე ალბათ ბედის ამბავია რა, ასე საფეხბურთო ბედის წერა. ხო, ბუფონის დროს იმდენი რაც სრულიად სხვანაირად ქონია თურმე ჩვენ ხვიჩას. საფეხბურთო ბედის წერა, არ ვიცი, რა თქმა უნდა ეს არ ნიშნავს, რომ იქიდან ციდან წვივა ეს ყველაფერი, მაგრამ იქ არის ხოლმე, სადაც უნდა იყოს რა. და ამიტომაც დიდი იმედი გვაქვს, რომ ხვიჩა გამოჯამრთელდება და მალე იქნება სულ წესრიგში. ტრავმა საბედნიეროდ არ არის, თქვა, საშუალო დონისაც კი არის, უბრალოდ არ გარისკა მისმა მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ გუშინდელ მატჩში და ფაქტობრივად PSG-მ გამოკვეთილ ფავორიტად მიჩნეულ ბარსელონას მოუგო ასეთი სარეზერვო გუნდს არ ვიტყვი, მაგრამ ძალიან ბევრი ლიდერის გარეშე, ხო? თავისი ვარსკვლავთა კრებული არასრულად ყავდა, ასე ვთქვათ, მოდი, ცოტა შევამსუბუქოთ. 2-1 და ის მეორე გოლიც ბოლო წუთზე წერტილივით დაასვა. თან კატალონიაში იგებ ამ თამაშს. ანუ PSG-მ დაამტკიცა, რომ ის წინა წლის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული ტყუილა არ არის და ფავორიტის სტატუსს კვლავ ინარჩუნებს. ძალიან მაგარი მსმენელია ლუის ენრიკე, აი გუშინდელი მატჩის, არ ვიცი, თან ლუის ენრიკესთვის ბარსელონასთან ჩასვლა ბარსელონასთან და მე მგონი კიდევ ერთი ნაბიჯი, რომ ეხა მიდის თვითონ ესპანურ პრესაში, რომ ლუის ენრიკე შეიძლება დაბრუნდეს ბარსელონაშიო, ესე იგი აი ეს იმ ბარსელონას მოუგო, სადაც ფეხბურთელობის დროსაც თამაშობდა, შემდეგ თავარი მსმენელი იყო და საოცარი სეზონები ჰქონდა, როგორც მოთამაშეს. ეხლა აი გარდამტეხი გოლი აღმოჩნდა თინეიჯერი 19 წლის ნახევარმცველი სენი მაიულუს გოლი. ეს წარმოშობით კონგოელია ეს ფეხბურთელი, თუმცა საფრანგეთის მოქალაქეა და საფრანგეთის ნაკრების კანდიდატად ითვლება და აი ამ ასეთი ფეხბურთელების ხარჯზე გონსალო რამუშის მყინვარე თამაშიც უნდა აღინიშნოს. რამუში ხო, მაგრამ ჰაკიმის შესანიშნავი პასი კიდე ცალკე თემა. მოკლედ მენდეშის წყალობითაც გაიტანა ის გოლი მაიოლო, მაგრამ ხვიჩა არ ყავდა გუშინ და ასევე აღნიშნოთ, რომ გუშინ არ მიეცა თავის გამოჩენის საშუალება გიორგი ქოჩორაშვილს. სტატალარიგოთა სკამზე იყო გიორგი. და ასე ვთქვათ, გველოდით რატომღაც მეგონა რომ შესაძლოა აუცილებლად შევიდოდა ქოჩორაშვილი, თუმცა მთავარ მმართველმა რუი ბორჟეშმა სხვანაირად ჩათვალა
და ქართველი ფეხბურთელი არ შეუშვა მოედანზე. საბოლოოდ დამარცხდა ეს გუნდი ლისაბონის სპორტინგი დამარცხდა ხვიჩას ყოფილ კლუბ ნაპოლისთან ნეაპოლში დიეგო მარადონას სახელობის სტადიონზე და აუთსაიდერია ერთ-ერთი აქვე ვთქვათ რომ ჩემპიონთა ლიგის ძირითადი ფაზის ორი ტურის შემდეგ ერთ-ერთი ლიდერი გახლავთ აზერბაიჯანის ჩემპიონი ყარაბაღი. კი ბატონო, 6 გულიანი. რა თქმა უნდა, მონაგარით არის პირველ ღიმილის მომგრელია, მაგრამ ფაქტია, რომ რა გუნდებთან ერთად ლიდერობს. პირველ მეექვსე ადგილებში ნაწილებენ ბაიერნი, რეალი, პარი სენ-ჟერმენი, ინტერი, არსენალი და ყარაბაღი. გუშინ ყარაბაღმა მეორე მატჩი საკუთარ მოედანზე ბაქოში კოპენჰაგენის წინააღმდეგ 2-0 მოიგო, თუმცა პირველ ტურში აზერბაიჯანული ფეხბურთის ისტორიაში ალბათ საუკეთესო მატჩი ჩაატარა ყარაბაღმა, როდესაც ლისაბონში ბენფიკას 0-2-დან შემოუბრუნა და 3-2 მოუგო რაღაც სასწაული და ეხლა ეს გუნდი ლიდერთა შორისაა, აქვე ვთქვათ რომ 22 ოქტომბერს გაიმართება მესამე ტური და ყარაბაღს არც თუ ისე მძლავრი მეტოქი ხავს ბილბაოს ატლეტიკის სახით, თუმცა მატჩი ბილბაოშია და იქ ალბათ გაუჭირდებათ, იმიტომ რომ მაინც შეიძლება არ არის ისეთი გრანდი როგორც რეალიან მაგრამ ფაქტია რომ მაგრამ ბარსელონაში და ბარსელონა იყო ბილბაო აუცილებლად მოუგო ესპანეთში და მით უმეტეს საკუთარ კედლებში გაუჭირდებათ, ხო, ძალიან გაუჭირდებათ, მაგრამ ხო, ეს რთული სათმელია. მოდი შეჯამებისკენ წავიდეთ ფეხბურთის, იმიტომ რომ მე დუდა დირენის მემორიალზე ვისაუბროთ და იმ ტურნირზე და საქართველოს ჩემპიონატის თემაზე და კალათბურთის მიმართულებაზე გადავერთოთ, მაგრამ კიდევ ერთხელ შევახსენოთ წუხანდელი მატჩების შედეგები. ალბათ ყველაზე უხგოლიანი გამოვიდა ნიუკასლის სტუმრობა, როიალ უნიონი დამარცხდა მასთან 0-4 ანგარიში, არსენალმა ოლიმპიაკოს 2-0 ზლია, ბარსა PSG-ზე ვისაუბრეთ, რომ ბოლო მომენტამდე 1-1 იყო და შემდეგ უკვე 3 ქულით დაბრუნდა შინ PSG, ლევერკუზენი, PSV Eindhoven-ი აი აქ უკვე გუნდებმა ქულების გაყოფა მოახერხეს და 1-1 დაჯერდნენ და მეორე უხგოლიანი მატჩი იყო დორტმუნდელებმა მიიღეს ბილბაოს სწორედ და 4-1 მოუგეს. Manchester City, Monaco, აქ ალბათ ბევრი ასევე ფიქრობდა რომ City წამოიღებდა ქულას, მაგრამ ვერ შეწდა ფავორიტიც იყო კი. ხო, 3-ს და წამოიღო 1 ქულა და 2-2 დასრულდა ეს მატჩი. ნაპოლის ახსენე, რომელმაც მოიგო შინაურ კედლებში და სპორტინგი დაამარცხა და პორტუგალიელების თვის ქულის ართმება მოახერხა და იუვენტუსი ვილიარეალი, რითიც ჩვენ დავიწყეთ საუბარი, ეს ანგარიში ამ ფორმით რომ დასრულდა საერთოდ ეს მატჩი, ამაში წვლილი მიუძღვის ჩვენს მიქაუტაძეს, რომელმაც პეპეს პასით გაიტანა ეს გოლი მე-18 წუთზე და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ალბათ იუვენტუსისთვისაც მოულოდნელი იყო. მესმის იუვენტუსი არ არის იმ დღეში როგორ და იმ შესაძლებლობით და ხო, იმ გაბარიტებისა რაც იყო, ხო, და ბებერი ქალბატონი, ხო, ახლა მოიკოჭლებს ძალიან, მაგრამ მაინც იუვენტუსია და ეს ვილიარეალი იყო, თუმცა კი ასეთი 2-2 ასეთი ანგარიში დასრულებული მატჩის შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვანი ის გახლავთ, რომ ჩვენმა ფეხბურთელმა გიორგი მექაუტაძემ დებიუტი უკვე გაიარა სადებიუტო ეტაპი, ასე ვთქვათ, ვილიარეალში, ჩემპიონატში თავი გამოიჩინა და თან მისთვის მნიშვნელოვანი იყო და 79 წუთზე გაიტანა ის გოლიც, სადაც პირველი გოლი დაფიქსირდა მისთვის იმ კლუბის კარიერაში და ჩემპიონთა ლიგაზე პირველივე შეხვედრაში მატჩის მსვლელობისას გოლის გატანა და მატჩის გახსნა, ანგარიშის გახსნა, ეს ყველაფერი მიანიშნებს, რომ გიორგის მამარდაშვილის არ იყოს უკაცრავად კახა, ფსიქოლოგიურად კარგად არის და მდგრადად ძალიან კარგად გაიარეს, ასე ვთქვათ, აკლიმატიზაციის პროცესი. მამარდაშვილს კიდევ ბევრი რამე წინა აქვს შედარებით. ახლა ველოდებით მის მატჩებს, გისმენთ. ხო, არა, ის თქვა მე ჩემპიონთა ლიგაზე, მიმდინარე ლიგაზე 5 ქართველი ფეხბურთელი თამაშობს, ამდენი წარმომადგენელი. რამდენი წელი არ გვახსოვს ჩემპიონთა ლიგაზე? არა, პირველ არ ყოფილა არასოდეს და ასევე აღნიშნოთ ალმატის კაირატის ლეგიონერის გიორგი ზარიას თამაში, რომელმაც ახლახანს მოიშუშა, ახლახანს ტრავმირებული იყო და
ბოლომდე არ არის კიდე ჯერ სრულ კონდიციაში ეს კაირატის თავმჯდომარემაც აღნიშნა და მხოლოდ მე-80 წუთზე შეუშვეს ის მოედანზე ესეც რა თქმა უნდა ქართველი ფეხბურთელისთვის დადებითი მუხტია ლიგაზე რეალის წინააღმდეგ იმ დროისთვის 3-0 აგებდა უკვე 0-3 აგებდა აზერბაიჯან გასრავად ყაზახეთის ჩემპიონი საბოლოოდ 0-5 წააგო ეს არც არის ახლა რაღაცა მოსალოდნელი რეალიულად მოიგებდა მაგრამ ზარიამ ითამაშა გიორგი ზარიამ ჩემპიონთა ლიგაზე და იმედია სულ მალე დაუბრუნდება ის თავის სპორტულ ფორმას და ახლა ასეთი დონის ჩემპიონატისთვის როგორც ყაზახეთის ჩემპიონატია გუნდი რომ ეყოლება ჩემპიონთა ლიგაზე იგივე ყარაბაღზე ვისაუბრეთ ეს რა თქმა უნდა დიდი მიღწევა მით უმეტეს რომ ყაზახეთს მანამდეც ყავდა ლიგაზე გუნდი ასტანა და ეს ჩვენი ფეხბურთისთვის და ფეხბურთის მესვეურებისთვის უნდა იყოს რა თქმა უნდა, გარკვეული ელემენტარული სტიმული მაგალითი იძულება მარტო რა თქმა უნდა, კი, შეძლება უფრო დიდი ფული ტრიალებს, თუნდაც იგივე ყაზახურ ფეხბურთში, აზერბაიჯანულ ფეხბურთში. გასაგებია, ცალსახად. თუმცა მარტო ფული არ წყვეტს ყველაფერს. მარტო ფული რო არ წყვეტს, ალბათ ამას აჩვენებს ისიც, რომ იგივე ყაზახეთი ავიღოთ და იგივე აზერბაიჯანი ავიღოთ, მათ ევროპაზე გასაგებია მიზეზები არის, მაგრამ იგივე მსოფლიო მუნდიალზე არ ქონიათ ისეთი შედეგები და მიღწევა, როგორც ჩვენ გქონდა ბოლო ევროზე, ხო? ანუ სანაკრებო დონეზე, ხო, ჩვენ ბევრად მაღლა ვართ. ძალიან კარგად ვართ და შენი თქმის არ იყოს ფული ყველაფერს რო არ წყვიტავს, სანაკრებო დონეზე როცა მაღლა ვართ, ანუ არის იმის პოტენციალი, რომ იმდენი ფული თუ არ არის, რაც თქვა აგერ აზერბაიჯანელებს გააჩნიათ, იმის ნახევარი მაინც ხო იქნება და რესურსი მეტი გაქვს, ხო? კი ბატონო. ალბათ. ხო, ნუ მოკლედ ეს სხვა თემა ძალიან ბევრი შეიძლება კიდე მისაუბროთ ამ თემასთან დაკავშირებით გულშემატკივრების მოსდოზე, ეროვნულ ჩემპიონატზე, ასაკობრივ ჩემპიონატებზე მოკლედ მარტო ფეხბურთის პრობლემა არ არის. ყველა სახეობაში, სათამაშო სახეობაში გვაქვს ეგ პრობლემა, ცარიელი მოედნები გულშემატკივრის გარეშე და უნებრივია იქ სპორტსმენსაც არ აქვს ახლა ისეთი მუხტი რომ თქვათ რაღაც აი ყოველთვის ვამბობ ხოლმე ხვიჩაკო არაცხელია როდესაც საქართველოში დაბრუნდა მისი ყველა მატჩი სანახავად თითქმის სავსე სტადიონი ძალიან ბევრი გულშემატკივარი დადიოდა და ეს რა თქმა უნდა ხვიჩას ფაქტორი იყო მაგრამ იქ სხვა ფეხბურთელების მომენტიც უნდა აღნიშნოთ, როდესაც ბევრი გულშემატკივრის წინაშე თამაში რა თქმა უნდა და თავის გამოჩენა და კარგი თამაში სტიმულია, რა თქმა უნდა, გულშემატკივრის ნებისმიერი დიდი ფეხბურთელი, თქვათ არის ხოლმე ყოფილა რომ მეტოქე გუნდის სტადიონი არის დისკვალიფიცირებული და ცარიელი ტრიბუნების ახლებების მატჩი და მეტოქე გუნდის ფეხბურთელებს ვთქვამთ რომ ეს მათთვისაც უდია, როდესაც წნეხი არის გარკვეული და აი ამათ ჯინაზე უნდა ვითამაშოთ მაღალ დონეზე, ის სხვა არის და ეს როგორც ერთ ასევე მეორე გუნდის. ხო, ამ დისკომფორტს გახსოვს კოვიდის დროსაც განიცდიდნენ. იგივე მაკედონიას ძალიან წარეთ გახსოვს შენ ეგ თამაში. ხო, ეს ჩვენი ნაკრები ხო, იქ მე მოკლედ დღემდე ვერ ვინელებ რომ ეს მატჩი წააგეს, ეგ სხვა თემაა, მაგრამ მე ვამბობ კოვიდის დროს გახსოვს ტრიბუნების ისა მაყურებლების გარეშე ფეხბურთი რო იყო და ჩვენთვისაც კი უშუალო იყო ჩვენ ფეხბურთელები კი არა ჩვენ როდესაც ვუყურებდით მატჩს და იქიდან ჩამიჩუმი არის მარტო მწვრთნელების და სამწვრთნელო სტაბი შეძახილები გაისმოდა. მე გახსოვს სადღაც ისა ტრიბუნებზე სკამებზე გადააკრეს ადამიანის ვიზუალები. ეს ფსიქოლოგიური მომენტია. კარგი, ჩვენ ახლა როგორც თქვით ფეხბურთიდან კალათბურთზე გადავიდეთ და რადგან ჩვენს ლეგიონერებზე ვისაუბროთ, მაშინ კალათბურთზე საუბარი ხო არ დავიწყოთ. ჩვენი გამორჩეული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ევროპაში ჩვენი საკალათბურთო დელეგატის თონიკე შენგელიას სტარტზე ვილაპარაკოთ და რა ხდება იქით ფლანგზე მე უკვე მოკლედ როგორც ვიცი თონიკე შენგელია უკვე ბარსელონას კალათბურთელია საკალათბურთო კლუბ ბარსელონას წევრი თავიდანვე კონტრაქტის ოფიციალურად გაფორმებიდანვე ესპანურ პრესაში იწერებოდა რომ ბარსელონას კლუბის ახალი ლიდერი თონიკე შენგელია განუზომლად დიდი ავტორიტეტი სარგებლობს ესპანეთში. თორნიკე, როდესაც მისი უმაღლესი დონის თამაშის წყალობით ბასკონიამ, ვიტორიის ბასკონიამ ესპანეთის ჩემპიონის ტიტული მოიგო, წამოვიდა ბოლონიაში, მივიდა ბოლონია გააჩემპიონა იტალიაში და ეხლა კვლავ ესპანეთში დაბრუნდა ამჯერად
ბარსელონა, რა თქმა უნდა, ეს უდიდესი კლუბია, როგორც ტიტულებით, ასე ისტორიით. მართალია ბარსელონას დებიუტი არ გამოუვიდა კარგი ახალ სეზონში ჩემპიონთა უბრალოდ ევროლიგაზე. თუმცა წინ რა თქმა უნდა მთელი სეზონია ხვალ უწევს მორიგი რთული მატჩი კატალონურ კლუბს თორნიკე შენგელიას გუნდს ათენში პანათინაიკოსის წინააღმდეგ ეს იქნება ევროლიგის მეორე ტური და ამის შემდეგ უკვე ესპანეთის ჩემპიონატი ვალენსია იქნება კიდევ ერთი გასვლითი მატჩი ბარსელონას რთული სტარტია მეტოქე გუნდებიდან და ასევე გასვლითი მატჩებიდან გამომდინარე თუმცა ჯერ როგორც სიტყვიან შეთამაშების პროცესშია როგორც ჩანს ბარსელონა ყავს კონტინგენტი გუნდს და სრული რესურსი იმისთვის რომ თქვათ იგივე პირველ ტურში განსტილი მე ისეთ მეტოქესთან თავისუფლად შეიძლებოდა გუნდს არ წაეგო და წინ კიდევ უამრავი მატჩებია ნახავთ მე ესე მგონია როგორც თორნიკეს მაღალი დონის თამაშს ასევე თვითონ ბარსელონას წარმატებას რაც შეეხება თვითონ ჰაპოელიც არ არის ისეთი გუნდი რომ თლათ ხელწამოსაკრავი ყოფილიყო ხო სერიოზული არის და თორნიკე შენგელია გამომდინარე იქიდან კი არა რომ თქვა ჩვენია ქართველია საქართველოს ნაკრების კაპიტანია ევროპულ კალათბურთში არის ისეთი ძალა რომლის მსგავსით შეიძლება 2 ან 3 იყოს მთელს ევროლიგაზე თორნიკე შენგელია ვნახეთ ევრობასკეტმა გვაჩვენა ევროპის ჩემპიონატში სასტავრო ხუთეულშიც იყო და გასაგებია რომ წააგეს მაგრამ მიუხედავად იმისა რომ თან ეხლა მე როგორც ვიცი თორნიკეს მუხლის პრობლემა აქვს აი ეხლაც ეს ამ დღეების რამდენიმე დღის წინ გავიგე ეს არ არის ეხა ეს არ მეთქობა მაინც დისკომფორტს რო ვითამაშებ მაინც გავალ და ვითამაშე ხა ევროპის ჩემპიონატზე როგორც ვიცით პირველი 2 ტური ყველაზე ცოტა არ უნდა ეთამაშა გულის პრობლემებთან დაკავშირებით ხო იგივე ესპანეთთან მაგრამ გავიდა და ითამაშა და იყო გუნდის ლიდერი სავარაუდოდ ეხლაც იგივე მომენტი იყო თქვათ ჰაპოელთან გასვლითი მატჩი რომელიც ბულგარიის სოფიაში გაიმართა გულთან დაკავშირებით ყველანაირი პრობლემა საბედნიეროდ დამთავრებული და მუხლის პრობლემა აქვს მცირე პრობლემა თორნიკეს და აი ამ ტრამვით ითამაშა მე როგორც ვიცი და ჯერ ბოლომდე არ არის ნახებუნებრივია ნებისმიერ პატარა მცირე ტრამასაც კი თანახლავს გარკვეული დისკომფორტი ვარჯიშის ნაკლებობა იქნება რაღაც და მაგრამ თორნიკე შენგელია როგორც შენ აღნიშნე ალბათ მისი ყველაზე დიდი მონაგარი როგორც სპორტსმენისა კალათბურთელისა არის მისი მენტალიტეტი და მისი მენტალური მდგრადობა და შეიძლება სწორედ ბარსელონას საკალათბურთო კლუბს რომელსაც ყველაფერი თითქოს გააჩნია მაგრამ რაღაცები აკლია ამ რაღაცაში სწორედ აი ეს კომპონენტი არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ალბათ გუნდის შედუღაბებაში და ახალი კომპოზიციის აწყობაში და ნახლებურად შეთამაშებაში დარწმუნებული ვარ თორნიკე შეიტანს თავის ლილს ალბათ ტყუილა არ მიუწევიათ ეს ადამიანი მით უმეტეს რომ ჩემპიონისად თუ გამარჯვებულის მენტალიტეტი ამ ადამიანს უკვე ბუნებრივად გააჩნია რა თქმა უნდა გადამდებია გუნდში საფრანგეთის ნაკრების დამარცხების შემდეგ ერთ-ერთმა ფრანგმა საკალათბურთო მიმოხილველმა ესეთი რაღაც თქვა რომ და ბევრმა დადებითი სიტყვები არ დაიშურეს ნაკრების საქართველოს ნაკრების ისამართით მისი კაპიტნის მაგრამ ესეთი რაღაც ვარო ისეთი ლიდერი როგორიც საქართველოს ნაკრებს ყავს დღევანდელ ევრობასკეტზე მიმდინარე ევრობასკეტზე არც ერთ უძლიერეს ნაკრებსაც კი არ ყავს ანუ ადამიანი რომელსაც შეუძლია არსაიდან შექმნას მოსაგების სიტუაცია ატმოსფეროს შექმნას მით უმეტეს იმისა რომ ლუკა დონჩიჩიდან დაწყებული დამთავრებული რა ვიცი იგივე შროდერი და იგივე უამრავი კალათბურთელი ხო იოკიჩი მაგრამ ეთყობა აქ საუბარია თვითონ გავლენაზე თანაგუნდელები თვითონ გუნდში დიდი კალათბურთელები არიან მით ჩამოთვალეთ რა თქმა უნდა NBA-ის ვარსკვლავები უპირველესი ვარსკვლავები მაგრამ გუნდში სხვა სიტუაცია არის ესეთი ის მახსოვს მე ძველი ალექსანდრე ჩივაძე როდესაც იყო საბჭოთა კავშირის ნაკრების კაპიტანი ესეთი ის თქვა ერთ-ერთმა ცნობილმა რუსმა ჟურნალისტმა კომენტატორმა მასლაჩენკომ როდესაც ჩივაძე გასახდელში თან პირველი ტაიმის შემდეგ გასახდელში თათვირივით ხომ ემართება როდესაც ჩივაძე საუბრობს ყველა ჩუმა და თვითმწვრთნელებიც კი საბჭოთა კავშირის ნაკრებზე იყო საუბარი იგი ამხელა ავტორიტეტი ჰქონდა ჩივაძეს ახლა ბესკოვი იყო და იქ სამსწავლო შტაბი იყო და იგივე საბჭოთა კავშირის ნაკრები იყო საუკეთესოების კრებული ამხელა ქვეყნიდან ხო და აი ხაც
ამხელა ავტორიტეტი ჰქონდა. აი ეს არის რაც აქვს ახასიათებს თორნიკეს ჩვენ წინა სეზონის ერთ-ერთ გადაცემაში ვისაუბრეთ ესეთი პრიზი არის ინდივიდუალური ჯილდო ევროლიგაში ავტორიტეტი მოედანსა და მოედნის მიღმა. აი ეს პრიზი გადაეცა თორნიკეს შენგელიას. ესე იგი როგორი ეს აღიარება სპორტსმენებს შორის არის დაფასება მეტოქე პირველი უმწვავესი კონკურენცია თქვა შეიძლება მოედანზე ხელჩართულ ჩხუბშიც გადაიზარდოს მაგრამ ერთმანეთის მიმართ არის ძალიან დიდი პატივისცემა დაფასება აი ეს ამის გამოვლენა იყო ეს თითქოს ისეთი უმნიშვნელო ჯილდოა ხო იქ თავარი საერთოდ არ არის ეს ბევრისთვის სანატრებელი არის და შეიძლება არიან სპორტსმენები რომლებსაც მიდა სპორტული თვალსაზრისით შესანიშნავი შედეგები აქვს მაგრამ მიდა ფსიქოლოგიური პიროვნული საკომუნიკაციო და ღირსებით მონაკვეთებში სხვა სირთულეები და პრობლემები გააჩნდათ. მოდი ევრობასკეტიდან საქართველოს ბასკეტზე გადმოვიდეთ ჩვენთან რა ვითარებაა ჩემპიონატი როდის როგორ იწყება და სეზონი დაიწყო დადიანის გახსენება ტრადიცია როგორ გრძელდება 25-26 წლების სეზონი წინა კვირაში ქონდა ამაზე საუბარი დუდუ დადიანის ტრადიციული მემორიალი ლეგენდარული პიროვნება იყო დუდუ დადიანი როგორც კარგი კალათბურთელი შემდეგ უკვე საქართველოს კალათბურთის ფედერაციის მაღალჩინოსანი და უბრალოდ პიროვნება იყო ადამიანი რომელიც დღემდე ვინც იცნობდა და ვისაც ახსოვს ეს პიროვნება დღემდე ესეთ გულმოკლულია როდესაც მის შესახებ იწყება საუბარი რომ აი ესეთი ადამიანები დიდხანს უნდა ცხოვრობდნენ და უნდა ბევრნი იყვნენ ძალიან მით უმეტეს ჩვენაერ პატარა ქვეყანაში მცირე რიცხოვანში აი ესეთი ადამიანი იყო ძალიან რა თქმა უნდა ეს დაფასება როდესაც მისი სახელობის ტურნირი არსებობს დღემდე პატარა კალათბურთელები რომ მოდიან ისინი იგებენ რომ აი ვინ იყო ეს არის გვაქვს ახლა ჩვენ იგივე ოლიმპიური ჩემპიონების ქუთაისელი ლეგენდების მიხეილ ქორქიას და ზურაბ საკანდელის სახელობის მემორიალია ოთარ ქორქიას სახელობის სუპერთასია ის დიდი კალათბურთელები რომლებმაც ეპოქა შექმნეს დატოვეს თავის სახელი მათი სახელობის ტურნირი მათი სახელობის რაღაც მცირე რაღაც უნდა არსებობდეს იმ სპორტში რაშიც რასაც წინი ემსახურებოდნენ ასეთია დუდუ დადიანის მემორიალი ამ პიროვნების სახელობის დღეს არის მოკლედ დუდუს თასის ფინალი შარშანდელი გამარჯვებული ვიქტორ სანიკიძის აკადემიის გუნდი საქართველოს მოქმედ ჩემპიონ ქუთაის შეხვდება ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება ეს მატჩი და 19 საათზე დაიწყება დასწრება თავისუფალია ყველას მოუწოდებ მივიდეს და უგულშემატკივროს რომელ გუნდსაც გინდა ოღონდ ეს საერთო ჯამში ქართული კალათბურთის კომაგობა იქნება და წარმატებებს უსურვებ რა თქმა უნდა ორივე გუნდს ქუთაისი არის ფლაგმანი დღესდღეობით ბოლო წლებია ქართული საკალათბურთო საკლუბო კალათბურთისა მოქმედი ჩემპიონი ქუთაისი და მეორე ფლაგმანი ასევე შეიძლება ითქვას ქართული საკლუბო კალათბურთისა არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი ეს გუნდები შეხვდნენ შარშან ჩემპიონატის ფინალში და საქართველოს თასის ფინალში და ორივე ფინალი მოიგო ქუთაისმა და ეს გუნდები შეხვდებიან პირველ ოფიციალურ დაპირისპირებაში ოფიციალური ტიტულისთვის მატჩი რომელიც 7 ოქტომბერს გაიმართება ეს იქნება სუპერთასის მატჩი ქუთაისი თსუ თბილისში გაიმართება ეს შეხვედრა და სწორედ როგორც ყველა ქვეყანაში ფეხბურთის კალათბურთის აი ამ დერბის ფორმატში სუპერთასის მატჩით უკვე ოფიციალური დადიანის ტურნირი არის არაოფიციალური ტურნირი იმ ხრივ რომ ნებაყოფლობითია მასში მონაწილეობის მიღება აი უკვე სუპერლიგა იხსნება 10 ოქტომბერს ეროვნული ჩემპიონატი 2025-26 წლების სეზონი ამაზე ჩვენ მე რა თქმა უნდა ვისაუბრებთ ტრადიციულად ქართულ კალათბურთზე ჩვენ ქართულ კალათბურთს ძალიან ბევრ დროს 10 ოქტომბერს ხო? ბატონო 10 ოქტომბერი ახსენე 10 ოქტომბერს იხსნება ეროვნული გურჯაანი ბათუმის მატჩით გურჯაანში მომავალი კვირის პარასკევი დღე ხო შემდეგ უკვე თბილისი არენაზე გაიმართება 3 მატჩი 2 მატჩი ერთი გორშია და 12-ში დასრულდება ბოლო ტურით ჩვენც უნდა დავასრულოთ ჩვენი საერთო დიალოგი კახა უკვე იწურება ჩვენთვის გამოყოფილი დრო მადლობა საუბრისთვის და პრინციპში ჩვენ ხვალ დილით პარასკევ დილას იგივე დროს იგივე
თემებზე და არა მხოლოდ ფეხბურთსა და კალათბურთზე, ზოგადად სპორტის სხვა სახეობებზეც ვისაუბრებთ დილის ეთერში. მადლობა კიდევ ერთხელ და მადლობას ვეთქვი ასევე ჩვენს ლეგიონერებს, რომლებიც გვანებივრებენ და დღეს მართლა რო თქვი 5 ფეხბურთელი ჩემპიონთა ლიგაზე ყავს, ხო? დაუჯერებელი რეალობაა სამწუხაროდ. ჩვენ ესეთი პატარა ქვეყნის, სადაც ასეთი ისტორია საფეხბურთო და ასეთი ლეგენდები ყავდა ფეხბურთის სამყაროსი, ხო, დაუჯერებელია, მაგრამ კარგია. აგერ NBA-ში ყოველთვის ყავს ქართველებს წარმომადგენელი, ბევრ საკალათბურთო დიდ ქვეყანას არ ყავს და ოცნებობენ ჩვენ ყოველთვის ყავს აგერ ბითაძე, მამუკელაშვილი, მანამდე ზაზაფაჩულია ლეგენდა ჩვენი. და ძალიან ბევრი დიდი ქვეყნის ფონზე ჩვენი სპორტული მიღწევები ძალიან ნამდვილად გამოირჩევა. არ ვიცი, ინდივიდუალური სპორტიდან გუნდური დასრულება. შეიძლება შენის ნებართვით დღეს 2 ოქტომბერს ზუსტად 39 წლის წინ დაიხურა 39 წელი თუ რამდენი გავიდა 37 წლის წინ 1988 წელს სეულის ოლიმპიური თამაშები სადაც არაოფიციალურ გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა საბჭოთა კავშირის ოლიმპიურმა ნაკრებმა და ამ ნაკრების შემადგენლობაში 5 ქართველმა მოიგო ოლიმპიური ოქრო. ნინო სალუკვაძე ეთქვი ისროლაში, მაშინ ნინო იყო 18 ქალბატონი ნინო 18 თუ 19 წლის ოქროს მედალი, დავით გობეჯიშვილი თავის მოჭიდაობაში ჩვენი ლეგენდარული ციმეწონოსანი გახდა ოლიმპიური ჩემპიონი, ვლადიმერ აფსიაური ფარიკაობაში, ვლადიმერ გოგოლაძე სპორტულ ტანვარჯიშში და გელა კეტაშვილი ერთადერთი ჯერჯერობით ერთადერთი ქართველი ფეხბურთელი, რომელიც ოლიმპიური ჩემპიონია. ეს 5 ქართველი გახდა სეულის ოლიმპიური თამაშების ოქროს მედალოსანი. აი ამ მართლაც ესეთი დადებითი მოსაგონარით ბატონო, თან თემატური. ხო, ჩვენ ვიქტორ სანეევი. გახსოვს ჩვენ ადრე შარშან ვისაუბრეთ ვიქტორ სანეევზე და უბრალოდ იმის თქმა მინდა და რადგან შენ ოლიმპიადა და ოლიმპიელები ახსენე, ამ ადამიანის დაბადების დღეა ხვალ. და ამასაც გავამახვილებ ყურადღებას. კი, იმიტომ რომ 1 წელიწადი გავიდა ჩვენ 1 წლის წინ ამ თემაზე გქონდა ძალიან სიღრმისეული გადაცემა და იქიდან გავიდა წერტორი. ხო. მოკლედ ჩვენ ხვალ ისევ ვისაუბრებთ სპორტზე და ქართულ ლეგენდებზე, სპორტული სამყაროს დიაწარმოადგენლებზე. მადლობა დროებით, ნახვამდის.